ადამიანი მოდის სამსახურიდან და ჩვეულებრივზე უფრო მეტად რაღაცა მოწყენილი არის ან დაღლილი არის წესი რაც საერთოდ არც მესაუმება არ ამყარებს არანაირ თვალით კონტაქტს და ვთქვათ მშფოთვარე ადამიანისთვის ეს შეიძლება როგორ იყოს აღქმული რომ ის ჩემზე არის გაბრაზებული. ანუ პირველადი აღქმა რაც წამოვიდა, რაც ასევე ვთქვათ ისე ჩემი ბავშვობიდან არის განპირობებული არის რომ რაღაცა ველში არ არის საკმარისად კარგად, რაღაცა ხდება. ძირითადად არის ხოლმე ეს მშფოთვარე უფრო თავის თავზე იღებს ამას რომ მე რაღაცა ხო არ დავაშავე. და მე ამას გამოთქვამს, იქიდან მოდის უკმაყოფილება, რომ რა შუაში ხარ საერთოდ, არაფერი არ დაგიშავებია, მაგრამ ამის რეალობა, ამ პირველის რეალობა უკვე შეიქმნა, უკვე შეფერადა იმით, რომ რაღაცა ესეთი ინტენსიური ხდება. შესაბამისად, უფრო მეტად მიიღწვის კონტაქტისკენ, ის მეორე უფრო მეტად გარბის და ასე შემდეგ. აღქმასთან დაკავშირებით რაც შეიძლება ითქვას არის, რომ თუ ვახერხებთ იმას, რომ ცოტა ხანი დავპაუზდეთ, ეს არის ალბათ პირველი სამუშაო, ზუსტად რასაც ვაკეთებთ ხოლმე, რომ ვისწავლოთ დაპაუზება და ამ დაპაუზებაში ცოტა თავს დრო მივცეთ, რომ დავუშვათ რაღაცა სხვა რეალობა, არა ის, რაც პირველადად მე თავში აზრად წამომივიდა, არამედ ის, რაც შეიძლება რაღაცა სხვა ვარიანტები იყოს. რომ მაგალითად ადამიანი არის დაღლილი ან რაღაცა მძიმე დღე ქონდა, შეიძლება ვიღაცასთან იჩხუბა სამსახურში, რაღაც კონფლიქტური სიტუაცია ქონდა და ასე შემდეგ. რაც გვეხმარება ხოლმე აღქმასთან მუშაობაში არის გოტმანმა შემოიღო ესეთი ეგრეთ წოდებული სიყვარულის რუკების ფენომენი. სიყვარულის რუკა არის მუდმივად განახლებადი ინფორმაცია ჩვენი პარტნიორის შესახებ. ანუ ჩვენ ხშირად მიჩვეულები ვართ იმას, რომ ადამიანს როდესაც გავიცნობთ და რაღაცნაირ კონკრეტულ ტიპაჟად აღვიქვამთ, რომ რაღაცა ტიპიური მისი მე როგორი არის, მერე ყველაფერს ამას მივაწერთ. და თითქოს აღარ გვჭირდება, რომ მის შესახებ რაღაცა ახალი ვიცოდეთ, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ყოველდღიურობაში ვიცვლებით, ყოველდღე რაღაცა ჩვენზე გავლენას ახდენს და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ინფორმაცია გქონდეს იმის შესახებ, თუ ჩვენი პარტნიორი ყოველდღიურად რაც განიცდის, რა მიზნები აქვს ბოლო პერიოდში, რა არის მისი სურვილები, რამე ხო არ შეიცვალა მის იდენტობაში და ეს ზუსტად გვაძლევს რაღაცა საყრდენს იმისთვის, რომ უკვე ჩვენი ინტერპრეტაცია ესე პირდაპირ კი არ გახდეს, არამედ სხვა რაღაცაც გვაფიქრებინოს, ესე ვთქვათ.